მახუჩების კანონზე სიახლე გვაქვს. თუმცა სანამ ამ სიახლეს გეტყვით, მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის მოდი ბერნერი, ჩემი ძმაკაცის ბრენდი, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი სათვალეები 200 ლარად, სულ რაღაც 200 ლარად, უმაღლესი ხარისხის სათვალეები და აქვს ორი ლოკაცია თბილისში, თბილისი მოლში და აქსის ტაუერში. შეგიძლიათ მიხვიდეთ საახალწლო ფასდაკლება აქვს. პირველი შეძენისას -10%-ია, ხოლო თუ მეორე სათვალეს იყიდით, მეორე სათვალეს დაკლება 20%. ჯამში ორივეზე 15% გამოგივათ. ახლა კი სიახლე. ესე იგი მაცნე გოჯიზი აიტვირთა შესწორება კანონში, რომელიც გულისხმობს, რომ დააჯარიმებენ ავტომობილებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ გამოწვეული ხმაური გადაცდება კანონით დადგენილ ნორმებს. ჯარიმად განისაზღვრა 200 ლარი, ხოლო მეორე და მესამე დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება. და რაც ყველაზე მთავარია, ეს შესწორება ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან. და აქ მინდა ვთქვა, რომ ცოდვა გამხელილი ჯობია, მე ვიძახდი, რომ ვერ მოესწრებოდა ცვლილებები 1 იანვრამდე, ისინი იძახდნენ, რომ აუცილებლად მოვასწრებთო. ნეტა ასე შევცდეთ ცხოვრებაში ყველაფერში. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის საბოლოო ცვლილება, კითხვის ნიშნები მაქვს პირადად მე, რომელსაც შემდეგი შეხვედრისას აუცილებლად დავსვამ და თქვენს გააგებინებთ რა პასუხს მეტყვიან. მაგალითად, სად წერია ის, რომ 80 დეციბელი უნდა იყოს შეზღუდვა, ან მაგალითად რით ზომავენ და როგორ ზომავენ. გვითხრეს, რომ ტენდერს ვაცხადებთ და შევიძენთ ძალიან მალე საზომებსო, უკვე დავადგინეთ რა ტიპის საზომი გვჭირდებაო, ანუ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთო, მაგრამ ეს დეტალები ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა ჩემთვის, ამიტომ დაელოდეთ ამ სიახლესაც რა. მე მგონი თითქმის ბოლოში გავედით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი ჯეროდა. ვინც იძახდით კიდე ყველა დადიხართ, მან არ ფსაკეთებთ თუ კი არ ხართ არაფრის ღირსები, მაგრამ თქვენ შეგეხებათ ეს შერბილებული კანონმდებლობა და თქვენს გილოცავთ. წარმატებები.